მოდი გავარკვიოთ სიმართლე. ნამდვილად დადგა თუ არა ფეხი ადამიანმა მთვარეზე. NASA-ს მაშინდელი საუკეთესო კომპიუტერი იმაზე ნელი იყო, ვიდრე ნებისმიერი ციფრული საათი დღეს. სწორედ ამ კოსმოსური პარადოქსით იწყება აპოლო 11-ის ლეგენდარული მისია. 1969 წლის 16 ივლისს სამი ასტრონავტი ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაემგზავრა, რათა შეესრულებინა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე თამამი და წარმოუდგენელი ჩანაფიქრი. ამჟამინდელი ციფრული ეპოქის გადმოსახედიდან, როცა სმარტფონებით მილიარდობით ოპერაციას წამში ვასრულებთ, რთული დასაჯერებელია, რომ 60-იან წლებში ადამიანებმა მთვარე თითქმის მექანიკური და ხელით მართვადი ტექნიკით დაიპყრეს. სწორედ ამიტომ ეს ამბავი დღემდე უდიდეს საინჟინრო საოცრებად მიიჩნევა. მათემატიკური სიზუსტე და ამავე დროს უდიდესი რისკი. ხომალდი ორბიტაზე გიგანტურმა 110 მეტრიანმა რაკეტამ სატურნ 5-მა გაიყვანა, რომლის სიმძლავრეც რამდენიმე ათეულ ატომურ ელექტროსადგურს უტოლდებოდა. აფრენიდან მალევე, როცა ასტრონავტები დედამიწის გრავიტაციას მოსწყდნენ, მათი მთავარი იმედი აპოლოს მართვის კომპიუტერი იყო, რომელსაც სულ რაღაც 70 კილობაიტი მეხსიერება ჰქონდა. მთვარეზე დაშვების ბოლო წუთებში ხომალდის სისტემა გადაიტვირთა და ეკრანზე გამოისახა განგაშის სიგნალის კოდები 1202 და 1201. ნილ არმსტრონგმა ცივ სისხლიანობა შეინარჩუნა, ავტოპილოტი გამორთო, ხომალდის მართვა თავის თავზე აიღო და იგი კრატერებს შორის თითქმის დაცლილი საწვავის ავზით მშვიდობიანად დასვა. რამდენიმე წამში მთელ მსოფლიოში გაისმა ისტორიული სიტყვები: არწივი დაეშვა. ამ წარმატებისთვის 100,000-ობით ადამიანმა თავდაუზოგავად იშრომა. NASA-ს საუკეთესო ინჟინრები, ფიზიკოსები და პროგრამისტები წლების განმავლობაში ყოველგვარი თანამედროვე ციფრული სიმულატორების გარეშე ხელით ხაზავდნენ ხომალდის ყოველ დეტალს. საინტერესოა, რომ კოსმოსური კომპიუტერის მეხსიერების ხაზები ფაქტობრივად ხელით იყო ნაქსოვი. ისინი სპილენძის მავთულს პატარა მაგნიტურ რგოლებში ატარებდნენ, მავთულის რგოლში გატარება ციფრულ 1-ს ნიშნავდა, ხოლო გვერდის ავლა 0-ს. მეცნიერები მუშაობდნენ ისეთ ექსტრემალურ პირობებში, სადაც უმცირესი არითმეტიკული შეცდომაც კი ეკიპაჟს კოსმოსურ ვაკუუმში დატოვებდა სამუდამოდ. პროგრამული და ტექნიკური გამოწვევების მიღმა კი უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი დგას, რომელმაც მთელი პლანეტის ყურადღება მიიპყრო. როდესაც მილიონობით კილომეტრის მოშორებით აბსოლუტურ სიბნელეში იმყოფები და იცი, რომ სახლში დასაბრუნებელი ერთადერთი ძრავი თუ არ ჩაირთვება კოსმოსურ ხომალდში სამუდამოდ დარჩები, ადამიანის გონება უდიდეს სტრესს განიცდის. NASA-ს ხელმძღვანელობას და ASHS პრეზიდენტს წინასწარ მომზადებულის კი ჰქონდათ საგანგებო სიტყვა კატასტროფის შემთხვევისთვის, რადგან წარმატების გარანტია არ არსებობდა. თუმცა ასტრონავტების პროფესიონალიზმმა, ხომალდის სიმყარემ და დედამიწაზე მყოფი მართვის ცენტრის მყისიერმა რეაგირებამ ეს მისია ტრიუმფით დაასრულა. ამ დიდებულმა ისტორიამ უამრავი შეთქმულების თეორია გააჩინა. მიუხედავად მრავალი მტკიცებულებისა, კონსპირატორები ხშირად ამბობენ, რომ მთვარეზე დაშვება ჰოლივუდის საიდუმლო პავილიონში გადაიღეს, ხოლო კადრებში ამერიკის დროშა უცნაურად ფრიალებს. სხვები ფიქრობენ, რომ ასტრონავტებმა მთვარეზე უცნაური არსებების კვალი აღმოაჩინეს და NASA-მ ეს ინფორმაცია მიზან მიმართულად დამალა. რეალურად კი 60-იანი წლების კინოტექნოლოგიით ასეთი მასშტაბის ყალბი ვიდეოს სამეცნიერო სიზუსტით გადაღება გაცილებით რთული და შეუძლებელი იყო, ვიდრე თავად მთვარეზე გაფრენა. აპოლო 11-ის შემთხვევამ სამუდამოდ შეცვალა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ტემპი. საბოლოო ჯამში, სანამ კაცობრიობა კვლავ არ დადგამს ფეხს სხვა პლანეტაზე, ეს მისია დარჩება ადამიანის ნებისყოფის უდიდეს გაკვეთილად და იმის შეხსენებად, რომ დიდი მიზნების მისაღწევად 60-იანი წლების ტექნოლოგიაც კი საკმარისია. გამოიწერე გვერდი და დაელოდე უფრო მეტ საინტერესო ვიდეოს.